უფალი ამბობს მათეს სახარების 10:32-33 მუხლში. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. თუ ვინმე უარ მყოფს ადამიანთა წინაშე, მას მეც უარყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. თუ ადამიანს შერწყვება დედამიწაზე აღიაროს უფალი იესო ქრისტე, იცხოვროს ქრისტეს ცნებებით და როგორც სახარება ამბობს, ეს იყოს მისი ცხოვრების ნათელი, მაშინ იესო ამბობს, მეც შემრცხვება, როცა მოვალ ჩემი დიდებით. როცა ადამიანები ვაღიარებთ იესო ქრისტეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ამით ვამბობთ, არ გვცხვენია სახარების, რადგან ღმერთის ძალა არის იგი. ამიტომ არ შეგწხვეს უფალი იესო ქრისტეს აღიარება, რადგან მხოლოდ ის არის შენი გამომხსნელი, რომელმაც წინასწარ გიცნო, გაგიმზადა სავალი გზები და ის გპირდება მარადისობას, ის შენ გელოდება. გადადგა ნაბიჯი და მიუძღვნა თავი მას. არ შეგწხვეს მისი სახელის და უფალი გაღიარებს ზეციერი მამის და ანგელოზების წინაშე. ამინ.